სააგენტო Front News-ი თუ შეიძლება. მოგესალმებით სააგენტო Front News-ი ხატია გოღობერიძე. ბატონო ირაკლი, მე მაინტერესებს თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, რომ ძალიან ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვალა ქვეყანაში და მათ შორის ხშირად საუბრობთ მედიის თავისუფლებაზე. ბოლოს რამდენიმე კვირის წინ იყო ესეთი ფაქტი, მაესტროზე გავიდა გადაცემა, რომელსაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაცია სპეციალური განცხადებით. დღეს თქვენ აშკარად მიუთითებთ ტაბულაზე ირონიული კომენტარებით. მიუთითეთ გელამ თეორიულს. ხუმრობა რატო ირონია? რა ირონია? თუნდაც ხუმრობით, მე მაინტერესებს. ხუმრობა რატო არ შეიძლება რომ ვიხუმროთ? ხო, რატომ ეხურებით ხოლმე ხან? კითხვას დავსვამ თუ შეიძლება. მე მაინტერესებს თქვენი ასეთი ტონი, რამდენად შეიძლება აღიქვან, თუნდაც დაბალი დონის თანამდებობის პირებმა იმათ, რომ კონკრეტულ მედია საშუალებებს არ გასცენ პასუხი და ზოგადად რამდენად შეიძლება იყოს ეს მედიაზე ზეწოლა, იმიტომ რომ კონკრეტულად მაესტროს შემთხვევაში ხშირად საუბრობდნენ ამაზე, რომ ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან იყო მედიაზე ზეწოლა და რეალურად მთავრობის ადმინისტრაციას მსგავსი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. აქვე დავასრულებ. რუსთავი 2-ის მოსმენა იყო თუ არა, ეს მოსმენა ჯერ დადგენილი არ არის და აქვე ალბათ თქვენთვის რამდენად ცნობილი არ ვიცი, დამეთანხმებიან კოლეგები, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე კონკრეტული უწყებებიდან ზარები კონკრეტულ მედია საშუალებებში, რომელი ნიუს უნდა გავიდეს და რომელი არ გავიდეს და მე მაინტერესებს, რამდენად არის დღეს საქართველოში მედიაზე ზეწოლა, ამასთან დაკავშირებით რას ეტყვით? დიდი მადლობა. შეიძლება რომ რაღაც გარკვეული ინტერაქცია გქონდეს და მეც დაგისვათ შეკითხვები. კი. თეორიულად უშვებ თუ არა იმ შესაძლებლობას, რომ შეიძლება ჟურნალისტი შეცდეს. როგორ არ უშვებ კი. მაგრამ ჟურნალისტი ვალდებულია მთავრობას მიაქციოს ყურადღება და აკონტროლოს. მაგრამ ხო შეიძლება შეცდომა მოუვიდეს ამ კონტროლში და ყურადღებაში, შეხალებში. კი ბატონო. თქვენ უშვებ თუ არა იმის ალბათობას, რომ მაესტროს ჟურნალისტმა გარკვეულწილად გადააჭარბა თავის შეფასებებში და ყურადღებაში და კონტროლში. იმ განცხადებაში საუბარი იყო, რომ მაესტრო ხშირად არის. არა, უშვებთ ალბათობას. არა, ალბათობა ყოველთვის არის ხოლმე ესეთ შემთხვევაში. გასაგებია. ჟურნალისტები არიან თუ არა ხელშეუხებელნი და შეიძლება თუ არა ჟურნალისტების გაკრიტიკება, ობიექტური გაკრიტიკებას გულისხმობ? ან აზრის გამოხატვა ჟურნალისტების მიმსამართით, ან მის მიერ მომზადებული სიუჟეტის თუ გადაცემის თუ არ სტატიის მისამართით. შეიძლება? ბატონო ირაკლი. არა, შეიძლება უკაცრავად. მეც გვაქვს უფლება ჩვენ ხელისუფლებას რომ გითხრათ რომ თქვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი არასწორია ან გადაჭარბებულია. კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მით უმეტეს საქართველოში არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. დიდი მადლობა რომ ამ უფლებას გვიტოვებთ. უბრალოდ თქვენ ხართ ხელისუფლება და თქვენი მხრიდან ესეთი კრიტიკა შეიძლება თუ არა აღიქმებოდეს ავტომატურად ზეწოლად და დაბალი დონის თანამდებობის პირები როგორ მოიქცევიან ამ შემთხვევაში. არა, უბრალოდ გეუბნები. თქვენ ზეწოლას ახდენთ უკვე. თქვენზე? ხელისუფლებაზე. მე ზეწოლა პირდაპირ ზეწოლა. და მე გეტყვით ჩემს პოზიციას. დიახ. თქვენ რამდენი წელია ჟურნალისტიკაში ხართ? მე-4. თქვენ ამჩნევთ განსხვავებას, რომელიც იყო სააკაშვილის დროს და ჩვენ დროს? პირდაპირ გეტყვით, მე სააკაშვილის დროს ჩემთან მე სადაც მუშაობდი, არასდროს არავის დაურეკავს, კონკრეტული ნიუსი იყოს და ამ ეტაპზე მუშაობ Front News-ში. ან სად მუშაობდით მაშინ? მუშაობდი რამდენიმე სააგენტოში. შეიძლება მაგალითი მითხრათ დამისახებთ? კი, მუშაობდი ნიუსჯიში, მუშაობდი ადრე გაზეთ ბათუმელებში, ბათუმში. და თქვენ არასდროს არ მენიათ მედიის მედია ზეწოლა და არ მსმენია ეს სხვა თემა ბატონო. შეიძლება თქვენ არ გაახსენეთ ეხა სააკაშვილს, მაგრამ ან ზოგადად იმ ადამიანს რომლებიც არა, მე არ მსმენია ერთი თემა ვიცით, აღიარებული ამბავია რომ იყო მაშინ ზეწოლა მედიაზე, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ ახლაც უნდა იყოს. მე გეტყვით რომ არა, ჯერ ერთი რომ დავიწყოთ აქედან. დღეს თუ ჩვენ ვდაობთ კიდე იმაზე რომ მედია არის ზეწოლის ქვეშ, მე მგონი ძალიან დიდი უსამართლობაა. დღეს თუ კიდე ვინმეს არ სჯერა რომ თავის